როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. აი მეც მოვედი. მეპატიება ალბათ თავისთავად მდენი გადარბენები, იანვარი მაინც ძალიან გადატვირთული თვე არის, თქვენს არ გეცლებოდათ, მაგრამ იმდენი მესიჯები მომდიოდა, რომ უკვე უხერხულად გრძნობდი თავს. ყველამ ძალიან მომინატრეთ ჩემი აუდიტორია. იმედია ყველაფერი კარგად არის და დარწმუნებული ვარ კარგად იქნება და მოკლედ დღეს კლასიკურად გავშალოთ ფიქრები, დღევანდელი ფიქრები ვნახოთ და ყველას ორმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოკითხვისთვის. რა თქმა უნდა, კომენტარები, ლაიქები, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სასიხარულოა და როგორც ყოველთვის ყველა მინდა იყოთ ბედნიერი. მაშინ ასე დავიწყოთ მისი დღევანდელი ფიქრები თქვენთან დაკავშირებით. რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე? რას ფიქრობს? ჯერ ვნახოთ ფიქრები, მისი ფიქრები თქვენზე. ცი როგორ რაღაცა ფიქრობს რა ესე იგერებს. მისი მთავარი ფიქრები არის ამ ეტაპზე, მისი სტაბილურობა, მისი ფინანსები და მისი რაღაცა სამოვალო გეგმები უფრო და აი შეგადაშიგ თქვენზე ფიქრები სულ აქვს. ძალიან გაურებულია ეს პიროვნება და ვეღარ გაიგო თან მე ფიქრები, თან ვიგერიებ ამ ფიქრებს, მაგრამ რო ვთქვა რომ არ გამოდისო, სადღაც გამოდის, მაგრამ ამავდროულად რაღაცა ძალიან ჩუმი სევდა აქვს, მოკლედ თქვენთან დაკავშირებით. მე მაინც მგონია, რომ დღესდღეობით არის კრიზისი თქვენს ურთიერთობაში, ან უკვე იქითკენ მიდის რაღაც დიდად დალაგებული ურთიერთობა, რამდენი ხანი არ გამიშლიეთ, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, ვინმე გამოჩნდა, არ გამოჩნდა, როგორ არის საქმეები, იმიტომ რომ მე აქ უყურებ, რომ რაღაცა დიდი ცვლილებები არაფერი არ არის და სადაც უკვე კრიზისი არის, ან დაწყებულია უკვე ეს ყველაფერი, ცდილობს ეს ადამიანი რაღაცნაირად გამოასწოროს ეს რა გააკეთოს, არის ის გადმოდგას ნაბიჯი, ახლა ნაბიჯის გადმოდგას მოკითხვას არაფერი არ უნდა, ხო, რაღაც ერთი მხრივ, მაგრამ მე იმასაც აცნობიერებს, რა შემოგთავაზოს ამის, მე რა იქნება, როგორ იქნება და მე მინდა აკი შეკითხვა დავსვა, დარწმუნებული ხარ, რომ ეს ურთიერთობა გჭირდება? იმიტომ რომ ძალიან აწუხებს თქვენზე ფიქრები, დარწმუნებული ხარ, რომ გჭირდება, კი იჭირდება, იმიტომ რომ თქვენს მიმართ ემოცია აქვს. უბრალოდ ნახე, არასწორი გადაწყვეტილება მიიღო ამ ურთიერთობას. საერთოდ ამ ურთიერთობას მოიქცა ძალიან არასწორად. არ ვიცი ვინ როგორანაირად, მაგრამ ძალიან ცუდად მოიქცა. ყველა ერთად ვერ მოიქცეოდა ცუდად, მაგრამ თქვენი სიტუაციიდან გამომდინარე, როგორ გეწყინათ, რა დოზით გეწყინათ, თქვენზე მოიდგეთ. მიუხედავად ყველაფრისა, ემოცია მაინც არის და ინტერესი მაინც თქვენს მიმართ შენარჩუნებული არის. უბრალოდ, ნახე, ამ სიყვარულს, რომ იცეს შანსი, ამ არჩევანს, რომ იცეს სწორი მიმართულება და სწორი გადაწყვეტილება და როცა ხვდება ადამიანი და ხვდება, რომ მან ცუდად მოიქცა და არასწორად გააკეთა, ყოველ შემთხვევაში თქვენს მიმართ. შეიძლება თვითონ არ თვლიდეს ბევრი, რომ ჩემი გადაწყვეტილება და რაც მინდა, ის მინდა ხო, მაგრამ არ ითვალისწინებენ საპირისპირო მხარეს. თუ მოპირისპირო მხარეს. ამიტომ გოგონებო, რაღაცა გამოსწორებას არ ცდილობს ეს ადამიანი ამ ყველაფრის. მაგრამ დაფიქრებული არის, გამოასწორებ, მოდი ვნახოთ მოქმედება, გამოასწორებ შენ ამ ყველაფერს. არ შეუძლია. აქ უკვე როგორ რაღაცა იცი, ჩვევაში მაგალითი რომ მოგიყვანით ხა მაგალითად ის რომ ერთხელ არ გაგცემს ხმას მეორედ მესამედ, აი ორი ადამიანი რო ერთმანეთს რაღაცა ებუტება და ებუსება და მე ეს რო უკვე ხასიათში და ჩვევაში გადაწყვეტს ეს მომენტია და იმდენად რაღაცა მაინც გადაჩვეულია ეს ადამიანი რომ რამე გამოასწროს გააკეთოს ნორმალური მაპატიეთ რომ ეცინება არკანებზე მეცინება და მის შინაგან მდგომარეობაზე იმდენად გადაჩვეულია რომ აღარც კი იცის საერთოდ რაზე დაიწყოს ან ლაპარაკი ნორმალურად ან გადავიდეს თუ არა პირდაპირ საქმეზე არსებობს რა თქმა უნდა გარე ფაქტორებიც რომ ხელი შემშლელია ну თუ ასე სერიოზულია ეს ყველაფერი შენთვის რომ მართლა ხელს გიშლის ну თუ ასე სერიოზული კი იმიტომ რომ ეს ყველაფერი წყვეტს თავის ცხოვრების ბედიღბალს მაგალითად ყველას ეხება ეს
ვინც არის პარალელურ ურთიერთობებში, ვინც არ აქვს მნიშვნელობა, ყველას რაღაცნაირად ეს ეხება. აჰა, რა შეიძლება აქედან გამოვიდეს საერთოდ? რა შეიძლება აქედან გამოვიდეს? ამ ეტაპზე არ ვიცი რა შეიძლება აქედან გამოვიდეს. მე ვერ უყურებ ამ ადამიანს, რომ თვითონ უნდადეს ბოლომდე სრულყოფილად მიიყვანოს ყველაფერი იდეალურ მდგომარეობამდე, რასაც ურთიერთობაში პირველად დალაგება ქვია, ურთიერთობის დალაგება. როგორი ენერგეტიკა მოდის, იცი? სულ შენზე ფიქრი. გაურკვევლობა წააწყდა საკუთარ შიშებს, საკუთარ ემოციებში, მიხვდა რომ თუ როგორი სუსტი შეიძლება იყოს და როგორ შეიძლება ემოციურად მიგეჯაჭვოს და მე გავედი ისე რომ ნებისმიერ დროს შემიძლია დაუბრუნდე. ამას ასე გონია, შეიძლება თქვენ თქვათ რა, ამასე არ გამოვა, თქმა უნდა ეს თქვენი ფიქრია, მაგრამ მას გონია რომ ნებისმიერ დროს შეუძლია მაინც შემოტრიალდეს. თუ რა თქმა უნდა უკონტაქტო ურთიერთობა, თუ კრიზისია და მაინც კრიზისული სიტუაციები აქვს უფრო, იმედს მაინც არ. იმედს არ კარგავს, ნუ ასეთი ემოციურიც არა, კი არ მინდა თქვა იმედს არ კარგავს, უფრო როგორია, იცი? იმედს არ კარგავს კი არა. დარწმუნებულია, რომ სულ შეიძლება, აი როცა მოიხედავს, გეგონება და დაკინახა და რაღაცა გაიხსენეთ და დაიწყო. რა აქვს თავისი თავდაჯერებულება ამ ყველაფერში. შენგან რამე არის დამოკიდებული, აი მაგალითად შენი ქცევიდან რამე არის დამოკიდებული? არა. დიხანია სხვათა შორის. არა. და შენ ძალიან ბევრი შეიძლება გააკეთე კიდეც ამ ურთიერთობაში. შენ შეიძლება კიდეც გააკეთე მოქმედებით, ან ბევრი ითმინე და ბევრი ემოცია არ თქვი და შეიძლება სულაც არ იცოდეს ახლა მან. რას გადიხარ შენ შინაგან. ამიტომ შენ უნდა შეწყვიტო ეს. თუ შენ თვლი დამარცხებულად ამ ურთიერთობაში თავს და ცხოვრების მდგომარეობაში და რომ თითქოს აი განწირული ხარ რაღაცნაირად ხარ, ხო? არას ფასონება რა იყო? უსამართლობის შეგრძნება რო გაქვს, ხო? გამოდი ამ მდგომარეობიდანაც. იმიტომ რომ აი აქ შენ უკვე შენი ვენებით ხარ ჩარჩენილი. არ გინდა ეს სამიანი ხო? არაფერი არ უნდა გააკეთო. აქ რამის თუ გააკეთებ, აი საბოლოოდ რომ დაჯდები და თავიდან გადახედავ, გადაფურცლავ აი ამ ძველ ალბომს და მოყვები და დღემდე მიხარ. აი ნახე ის კი არ არის მთავარი რა იყო. დღევანდელ დღეს რა სურათიც დაგხვდება, ზუსტად ამაზე უნდა იზრუნო და გეუბნება რომ ბასტა, დაანებე ყველაფერს. დაანებე ყველაფერს თავი და მიიღე გადაწყვეტილება და ნუ გიჭირს აი ემოციებიდან გამოსვლა, მაინც გიჭირს ემოციებიდან გამოსვლა და ეს ღრმა ჭრილობა მაინც არის შენში, მოკლედ, ვისაც შრამი აქვს, ვისაც ღია ჭრილობა, მოკლედ, ასეთი ვითარება. ნახოთ თვითონ თუა დაჭრილი ხა, ამ ნოტაზე არ დავამთავრებ, თვითონ არის დაჭრილი. რა ვიცი, ყველანაირი ჭრელი კარტები თქვენზე დაჯდა და თვითონ დაჭრილი, თვითონ როგორია, იცი, ხუთიანი ხვალ კიდე კაი. შენ იმდენად რაღაცნაირ, შენ არ ვიცი რა უთხარი, რა გააკეთე. შენც კარგად მოუხაზე, ნუ შენგანაც კარგად მოხდა, მოდი ასე გეტყვი. მიიღო ის, რაც მიიღო. შენს მიმართ მაინც ემოციურია. გოგონებო, მე ყველას გელოდებით კომენტარებში და დროებით.